უკრაინაში ჩემი აზრით, ჩემი ფიქრით მშვიდობა, მით უფრო ყალბი მშვიდობა, იმგვარი მშვიდობა, როგორი მშვიდობის მიღწევაც უნდა პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც ძალიან ეჩქარება, ან მით უფრო იმგვარი მშვიდობა, როგორი მშვიდობის მიღწევაც უნდა რუსეთის შლეგ ლიდერ პუტინს, ანუ ყალბი მშვიდობა, უბრალოდ ვერ შედგება, ვერ იქნება. სულ რომ 2-ჯერ, 3-ჯერ, 7-ჯერ, 15-ჯერ, არ ვიცი 55-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი და შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ან ზელენსკის გარეშე, სულ რომ პუტინმა რუსეთმა დათმოს რამ, თუმცა არაფრის დათმობას არაპირებს რუსეთი მოგეხსენებათ და სულ რომ უკრაინამ დათმოს რამ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას დასათმობი არც არაფერი აქვს. ირაკლი აბლიაშვილი ვარ, ეს არის სწორი აზროვნება. მე მოგიწოდებთ, გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ტაბლო მედია. მე ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწვდით ხოლმე ერთის მხრივ ინფორმაციებს, მეორეს მხრივ ჩემეულ გააზრებას მიმდინარე მსოფლიო მნიშვნელობის ამბებისა და არა მხოლოდ მსოფლიო მნიშვნელობის ამბების, არამედ უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებისა. მე მოგიწოდებთ არხის მხარდაჭერისაკენ და გთხოვთ ამას გახდით subscriber-ი და ალაიქეთ ეს ვიდეო, სხვა ვიდეო და ასე შემდეგ და ახლა გავაგრძელოთ კიდევ მსჯელობას სწორედ ყველაზე მნიშვნელოვან იმ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს დღეს უკრაინაში და უკრაინის გარშემო. ხო, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბებია, იმიტომ რომ ეს ამბები ჩვენზეც გვინდა არ გვინდა ახდენს გავლენას და მე ამ ამბებს მიმოვიხილავ აბსოლუტურად შეგნებულად და მოუკიდებლად იმისა 1880 თუ 7963 მაყურებელი ეყოლება YouTube არხზე ამ კონკრეტულ ვიდეო ბლოგს. მსოფლიო ყველა ლიდერი აფიქსირებს ისიც თქვენ, რომ აუცილებელია ომის შეწყვეტა და უკრაინაში ეგრეთ წოდებული მშვიდობის დამყარება. ამას ამბობს პირველ ყოვლისა რასაკვირველია ტრამპი და უკვე ახვა მას პრაქტიკულად ყველა ლიდერი, მაკრონი ასე მაგალითად, ერდოღანი ასე მაგალითად, ზელენსკი, პუტინიც კი. თუმცა გავბედავ და ვიტყვი, რომ უკლებლივ ყველა ლიდერის განსაკუთრებით მაგალითად ევროპელთა, ევროპის სახელმწიფოების ლიდერების განცხადებები მშვიდობის დამყარების აუცილებლობის თაობაზე არის ერთგვარი თამაშობა, იმიტომ რომ ისინი ცხადია ვერ იტყვიან, რომ მშვიდობა არ უნდა დამყარდეს, ამას ვერ განაცხადებენ, თუმცა შესანიშნავად გრძნობენ, რომ ტრამპისეული გაგებით მშვიდობა არის ილუზია რეალურად. რეალურად არის ფარსი, იმიტომ რომ ის ბუნებაში ვერ დამყარდება. ტრამპისეული გაგებით მშვიდობა საერთოდ არსებითად განსხვავდება პუტინისეული გაგებით მშვიდობისაგან და გავბედავ და ვიტყვი, რომ როდესაც პუტინი მაგიდაზე დადებს საკუთარ გეგმას, რომელიც გულისხმობს დეიზოლაციას, რომელიც გულისხმობს დესანქცირებას პუტინისა, რუსეთისა, ეს ტრამპისთვისაც კი იქნება მიუღებელი. მოკლედ, პუტინის სურვილი არის არა იმდენად მშვიდობის დამყარება, არამედ დალაგება ურთიერთობებისა შეერთებულ შტატებთან და ის პუტინი მას ტრამპს სთავაზობს 1000 გვარ ხრიკს, ასე ვიტყვი, მათ შორის გაგიკვირდებათ და სანქციების მოხსნის სანაცვლოდ სთავაზობს პრაქტიკულად ყველა მის გასცადენზე ამერიკის წვდომას, ანუ იმ გასცადენებზე, რომლებიც აშენებულია, არსებულია და რომლებიც მიემართება რუსეთიდან ვიდრე ევროპისაკენ, თავისი მის და კაბინეტის არაფორმალი წევრისაგან, უფრო ზუსტად ახლო გარემოცვის წარმომადგენელ დიმიტრევის პირით პუტინის სთავაზობს ყველა გასცადენის კონტროლს. ეს ერთი. მეორე, პუტინის სთავაზობს დეიზოლაციის სანაცვლოდ იმ სასარგებლო წიაღისეულზე წვდომას, რომელიც არსებობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ დონბასში და რუსეთის ფედერაციაში. სთავაზობს ტრამპს. და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ არის ძალიან სარფიანი, ალბათ არ არის სწორი სიტყვა, ალბათ კი ნამდვილად არ არის სწორი სიტყვა. ძალიან წარმტაცი, ძალიან მომხიბვლელი წინადადება, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპიც კი
უსამართლო მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ ამ წინადადებაზე თანხმობას ვერ ითხოვს. ტრამპიც კი, რომელიც ცნობილია თავისი აი ამ ძალიან დიდი ლტოლვით აღებმიცემობის მიმართ. ტრამპი ამას ვერ გადაწყვეტს მით უფრო ევროპელების და მით უფრო უკრაინელების მონაწილეობის გარეშე. მარტივად რომ თქვა, ტრამპი ვერ ითქმის, რომ უკრაინა ოკეი შენია, ოკუპირებული ტერიტორიები ახლა შენ დაიტოვე და შენ მომეცი ახლა იზოლაციას მოვახდენ, დესანქცირებას მოვახდენ რუსეთისა და მომეცი წიაღისეული თუ გასცადენებიო. სხვათა შორის ტრამპს დიდ წინააღმდეგობას უწევს არა მხოლოდ კონტინენტური ევროპის რომელიმე წარმომადგენელი, ასე მაგალითად ტრამპს უწევს წინააღმდეგობას მაკრონი, ან გაუწევს უკვე შემდგომ გერმანიის ახალი კანცლერი მერცი, ან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, არამედ უკვე წინააღმდეგობას შეხვდა მას და ამ პროცესს საერთოდ ერდოღანის მხრიდანაც, რომელიც თითქოს პარტნიორია რუსეთისა, მაგრამ ერდოღანი ეს უგამოცდილესი პოლიტიკოსი ამბობს შემდეგ რამეს. ერდოღანი და ზელენსკი არიან ახლა კატრში. უკრაინის მონაწილეობის გარეშე ეს პროცესი ვერანაირად ვერ წარიმართება. აღებმიცემობის დიდოსტატი ტრამპი კი თავისას აწვება, მას თითქოს ეჩქარება, რომ ეს ყველაფერი მოაკვარახჩინოს, მოამთავროს. ამგვარი თარიღი ფიგურირებს სოციალურ ქსელსა და ანალიტიკურ წრეებში 20 აპრილამდე, როდესაც კათოლიკური და მართლმადიდებლური აღდგომა ერთმანეთს ემთხვევა, ანუ ერთ თარიღზეა, ერთ თარიღშია, ხო, 20 აპრილს. პუტინის დღისწესრიგი სხვა გვარია, ის ცდილობს, რომ 9 მაისამდე ან 24 აგვისტომდე უკრაინის დამოუკიდებლობის დღე, ან მშვიდობის სამით თუ ფორუმს მართავს სექტემბერში ან აგვისტოში, ამ პერიოდამდე გაწელოს პროცესები და 9 მაისი რატომ არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა თქვა, რომ არა, მე არ ჩამოვალ არასდიდები, არ ჩავალ მოსკოვში არასდიდებითო, მაინც როგორღაც შეიყვანოს, შეათრიოს ტრამპი შეიყვანოს რუსეთში დაპატიჟოს და მიიწვიოს და იქ დაელაპარაკოს მას. ვერ გამოვა მშვიდობა მათ შორის, ეხლა ერთ უცნაური ამბავი უნდა გავახმიანო, ხო? არავის არ აქვს პასუხი კითხვაზე, საინტერესო ამბავია. არავის არ აქვს პასუხი. უკრაინის 5 ოკუპირებული ტერიტორიიდან ვის რა რჩება? თუ სწორედ სიტყვაა საერთოდ ეს. გასაგებია, რომ ყირიმი თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ამ ნახევარკუნძულს რუსეთი და მისია. გასაგებია, რომ ლუხანსკი 97% აკონტროლებს რუსეთი და მისია, ოკეი, 3% როგორღაც დაათმობინებენ ბჭყალებში თუ სწორედ სიტყვაა ესეც. დონეცკის 85-90% აკონტროლებდა და ახლა დაახლოებით 80%, 85% აკონტროლებს, ოკეი, რუსეთი და 15%, რასაც უკრაინა აკონტროლებს, როგორ უნდა გადასცეს მან მას, ანუ უკრაინამ რუსეთს. მაგრამ გაცილებით რთული ვითარებაა დანარჩენ 2 რეგიონში უკრაინისა და კიდევ კურსკის ამბავში. კურსკის ოლქის პროცესში თუ ამბავში. ხერსონს, აი მოდი მე-4 რეგიონად განსაზღვროთ. ხერსონს რუსეთი აკონტროლებს მხოლოდ 50%. ანუ მეორე 50%-ს აკონტროლებს უკრაინა. ვინ და რა ძალამ უნდა უთხრას უკრაინას ხერსონი დათმეო. ასე ხო არ არის? ოკეი, დათმო. საპოროჟიეში უკრაინას უფრო რთულად აქვს საქმე ვიდრე ხერსონში, მაგრამ გაცილებით უკეთ აქვს საქმე ვიდრე ლუჰანსკში. 30%-ს აკონტროლებს დაახლოებით. როგორ უნდა უთხრან უკრაინას, რომ საპოროჟიე მთლიანად დათმეო, საპოროჟიეს ოლქი. და ოკეი, ესეც დათმო ვთქვათ. და უნდა გამოვიდეს კურსკის ოლქიდან, რომელიც მას აქვს, ეს თქონდა ვიხმარ, რომ იპომობიტებით ოკუპირებული. შვიდობის რა გაგება აქვთ მხარეებს, ეს ხო კითხვაა, მაგრამ მეორე და არანაკლებ საინტერესო კითხვაა, რაში იცვლება და მე გეტყვით, რომ ვერაფერში ვერ იცვლება ასე. უკრაინის გარეშე კი არაფერი გამოვა, უკრაინის თანხმობის გარეშე მაგალითად დატოვოს კურსკის მის მიერ ოკუპირებული ოლქი. ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი, მაგრამ ოკეი, მე ვწდები ვთქვათ და სხვა საკითხზე
გავამახვილოთ ყურადღება. უყურეთ, ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს სამშვიდობო ძალების განლაგებას ამ 1300 კილომეტრიან ზოლზე, საოკუპაციო ხაზი. ვისიც რაც არის იმის მიხედვით, აი დღევანდელი მდგომარეობით რო ავიღოთ. და სამშვიდობო ძალების შეერთებული შტატების გაგებით და სწორი გაგებით. ნაწილობრივ სწორი გაგებით უნდა იყოს ევროპული ჯარი. ლავროვმა, პესკოვმა და ვისაც არ დაეზარა რუსეთიდან უკლებლივ ყველამ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ არაც დიდებით არ დაუშვებენ ბრიტანელებს, გერმანელებს და ფრანგებს და სხვებს უკრაინის ტერიტორიაზე, ანუ რუსეთი ხელს არ მოაწერს იმას, რომ ბრიტანელები და გერმანელები და ფრანგები და სხვები შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, ამასთან კბილებამდე შეიარაღებული, რომ ნამდვილი მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი. ნატოში ჯარიაო ესე იქნებაო ესე თქვა ლავროვმა. და ოკეი, თქვათ და ვერ შევიდნენ. მაშინ ვინ უნდა უზრუნველყოს ეს მშვიდობა? იქ ბელარუსებმა, ამაზე ხო უკრაინელები არ იქნებიან თანახმა და არც ამერიკელები იქნებიან თანახმა, მეთქი აქვე ვიტყვი. დიახ, მაკრონი, რომელიც თამაშს ახვა, ესე ვიტყვი, ახვა ტრამპს და იმეორებს, რომ რასაკვირველია მშვიდობა აუცილებელია, აბარა, მაკრონიც კი ხვდება, რომ ეს არის ფარსი. რეალურად ასე უნდა ითამაშოს მაკრონმა, რომ თავად ტრამპი რომელიღაც ეტაპზე მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ არანაირი მშვიდობა, მისეული გაგებით მშვიდობაც კი უბრალოდ უკრაინაში უბრალოდ არ გავა. მე 9 მაისთან დაკავშირებით გითხარით, ტრამპს უნდა რომ აპრილამდე მოამთავროს, მოაყვარახჩინოს, პუტინს უნდა რომ 9 მაისამდე მოაყვარახჩინოს, პუტინს უნდა თავისი პირობებით, ტრამპს უნდა თავისი პირობებით და ახლა თუ ვიტყვი რომ ორივეს კობზი ნაცარში ჩაუვარდება მეთქი, თქვენ გონიათ გადავაჭარბებ? არც ერთ შემთხვევაში. თან მით უფრო რომ უკრაინის გარეშე არც არაფერი არ გამოვა და აი ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი არა, ყველაზე საინტერესო ამ ეტაპისთვის ამბავი ხდება. ზელენსკი, რომელსაც ესეთი ემოციური ჯახი ჰქონდა ტრამპის გამოისობით და ბრალეულობით ტრამპთან, უახლოეს 2 დღეში იქნება ვაშინგტონში. და უახლოეს 2 დღეში ვაშინგტონში იქნება უკრაინის ლიდერი და მოაწერს ხელს იმ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულებას თუ შეთანხმებას, რომელზეც ასე ხშირად და ყოველ დღე ლაპარაკობს პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ყველაფერთან ერთად ლაპარაკობს იმას, რომ აი მე რო ყოფილიყავი პრეზიდენტი და ბაიდენი არ ყოფილიყო, ეს ომი არ შედგებოდა. არც ერთ საჯარო კომენტარში არ ამბობს სხვა რამეს. ყველა საჯარო კომენტარში იმეორებს ამ სიტყვებს, თითქოს ეჯიბრებაო წინამორბედ პრეზიდენტს. მოკლედ ზელე ჩადის პარასკევს შეერთებულ შტატებში, ხელს მოაწერს შეთანხმებას და კითხვა. ძალიან საინტერესო კითხვა, რომელზეც პირადად მე შეფასებაც კი როგორი უნდა გავაკეთო, არ ვიცი. ჟურნალისტი ეკითხება პრეზიდენტ ტრამპს. ციტატა. რას მიიღებს უკრაინა სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების სანაცვლოდ? ტრამპი არის ვალდებული უპასუხოს ამ კითხვას. და უცნაურესი პასუხი აქვს ტრამპს, რომელიც მედიის საშუალებებს ალბათ გამორჩათ, ან არ გამორჩათ. ტრამპი პასუხობს ასე. $350 მილიარდ უამრავ სამხედრო ტექნიკას და შესაძლებლობას გააგრძელოს ომი უკაცრავად. მე აქამდე ვიცოდი, რომ $350 მილიარდი ესე ვიცოდით ყველამ. ასე ამბობდა ტრამპი, მე კი არ ვიგონებ, რომ $350 მილიარდი გადასცა ბაიდენმა, რაც ტყუილია. ჯამში მაქსიმუმ გადაცემული აქვს თუ ფულადი და თუ ტექნიკური სახით ბაიდენის ადმინისტრაციას 100 მილიარდი მაქსიმუმ. მაგრამ ოკეი, წამყვეთ. ერთს იმ ლოგიკას ტრამპისა. ახლა ტრამპის პასუხი არის, რომ კითხვაზე რას მიიღებს უკრაინა სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპი პასუხობს $350 მიიღებს, მომავალში მიიღებსო, აგრეთვე უამრავ სამხედრო ტექნიკას და უმნიშვნელოვანესი საკვანძო წინადადება. შესაძლებლობას გააგრძელოს ბრძოლა და ეს საერთოდ გაუგებარია. თუ ერთის მხრივ ლაპარაკობ თუნდაც ტრამპისეული გაგებით მშვიდობაზე, მაშინ შესაძლებლობა გააგრძელოს ბრძოლა აქ რა მოსატანია. ოკეი, თქვათ ეს არის ჩემს მიერ ინგლისურის მიერ გაგება. თარგმანში დაკარგვა, არასწორი გააზრება ამ პროცესებისა იქნება და ტრამპი სულ სხვა რამეს გულისხმობდა, თუმცა არტიკულირება უკეთესი რო ჰქონდეს, კარგი იქნებოდა.
მომავალში მიიღებსო ეს რო არ ეთქვა, გასაგებია, მაგრამ ახლა გასაგები იქნებოდა. მაგრამ მე ვერ გავიგე და სხვება გაიგეს კი, ამასაც ვიკითხავ. და გავსვავ კიდევ ერთ კითხვას, ნამი აგძელებს. უკრაინა ძალიან მამაცი ქვეყანა, მისი ჯარისკაცები მაგრად იბრძვიან, მაგრამ ამერიკის ჩვენი ფულის და საბრძოლო ტექნიკის გარეშე ეს ომი ძალიან მალე დამთავრდებოდა. ხო ასეა, მაგრამ პირველ ხანებში, როდესაც 3 წლის წინ მარტში შეერთებული შტატებიდან დახმარება სულ არ იყო, სულაც არ იყო. რუსები კიევთან იყვნენ. ტრამპი ამბობს, რომ კიევის აღება არ უნდოდათ, მაგრამ კიევის აღება უნდოდათ რუსებს. და უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცემ და თავგანწირობა და საზოგადოების და ხალხის და ერის და ქვეყნის და ხელისუფლების ყოველგვარი ამერიკული დახმარების დასავლური დახმარების გარეშე გადაარჩინა იმ ხანად უკრაინა. ესეც ფაქტია, თუმცა უკვე შემდგომ წამოვიდა ეს დახმარებები და ამერიკული საბრძოლო ტექნიკის გარეშე ეს ომი ძალიან მალე დამთავრდებოდაო. ამას რო ამბობს ტრამპი და კარგი წავყვეთ ამ ლოგიკას, მაშინ რაღაც წავყვეთ რომ სპაიტეს, მაგრამ ეს არ არის ახლა ჩემი გასარჩევი. შემდეგი კითხვა, ბატონო პრეზიდენტო, მომავალში სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უზრუნველყოფთ თუ არა სამხედრო მხარდაჭერას უკრაინისათვის? კიდევ ერთი უცნაური პასუხი. მიხედავენ ამას. ვფიქრობ ამაზე დიდწილად ევროპა იქნება პასუხისმგებელი. უცნაური პასუხი არ არის ეს მეორე მხრივ. დიახ, ტრამპი ცდილობს უკაცრავად ცნისთვის შეტენოს პასუხისმგებლობას, გადაუნაწილოს პასუხისმგებლობა ევროპას რასაკვირველია. ახლა კი მიუბრუნდეთ ყბადაღებულ 350 მილიარდის თემას, რომელიც უკრაინისთვის ამერიკას არ მიუცია, კი გითხარით რომ და ყველა წერს ამას და ამერიკის შეერთებული შტატების სათანადო სტრუქტურების ვებგვერდებზეც გამოქვეყნებულია სხვა მონაცემები, არასრული 100 მილიარდი აქვს მიცემული შეერთებულ შტატებს. ეს რომ ვიცოდეთ ჩვენ თორე ხა მე ტრამპს რო ხმას ვერ მივაწვენ, ეს გასაგებია. და აი აქ უნდა ჩვენ ძალიან საინტერესო იმ მაკრონზე, რომელიც ახვა ტრამპს, როგორც ამ თამაშობაში აყვა და ამბობს, რომ რასაკვირველია მშვიდობა აუცილებელიაო, ჩვენ უნდა შემოგთავაზოთ ფრიად საინტერესო თქვენს მიერ უკვე ნანახი ვიდეო, რომელშიც მაკრონი აკეთებს იმას, რასაც ვერ გაბედავდა მისი ვერც ერთი წინამორბედი რექტორის გარდა, ალბათ ადრეული წლებისა. მასშტაბურობის თვალსაზრისით ესე შეერთებული შტატების პრეზიდენტი გააჩერო, წარმოუდგენლ, მაგალითად ვერ გაბედავდა სარკოზი, ჰოლანდი და სხვები. ხო, მიტერანი ასე მაგალითად 80-იან წლებში. რეიგანს ვერ გააჩერებდა, მაგრამ გასაჩერებელი არც არაფერი არ ჰქონდა ეხლა მეორე მხრივ რონალდ რეიგანს, მაგრამ აი აქ მიაქციეთ ყურადღება არა მხოლოდ ჟესტს, არამედ მაკრონის სიტყვებსაც და მე უკვე თარგმნი ამ ვიდეოს გაშვების შემდეგ ამ სიტყვებს. გერ ვიდეო. Europe is loaning the money to Ukraine. They get their money back. No, in fact, to be frank, we paid 60% of the total efforts, and it was through, like the US, loans, guarantee, grants, and we provided real money. To be clear, we have 230 billion frozen assets in Europe, Russian assets, but this is not as a collateral of a loan because this is not our belonging, so they are frozen. If at the end of the day in the negotiation we will have with Russia, they're ready to give it to us, super. It will be loan at the end of the day and Russia will have paid for that. If you believe that, it's okay with me. If you believe that it's okay for me, ამბობს ტრამპი, რომელიც მანამდე ესე აკეთებს ხელით. ეხლა რა თქვა ტრამპმა თავდაპირველად? მან თქვა სიტყვით თარგმნი, როგორც გესმით, ევროპა უკრაინას ფულს ასესხებს და ისინი იღებენ ფულს უკან, ანუ სესხს. აღნიშნა ტრამპ, აი აქ აჩერებს. მაკრონი ესე ხელზე დაადებს რა, ჩასჭიდებს რა და ამბობს, არა, სიმართლე გითხრათ, ჩვენ გადავიხადეთ მთლიანი ძალისხმევის 60%, იგულისხმება ამერიკულ ევროპული ძალისხმევა. აშშ-ს მსგავსად ჩვენ გადავიხადეთ ცეცხლები, გარანტიები და გრანტები. ამავე დროს ჩვენ გვაქვს 230 მილიარდი დოლარის გაყინული აქტივები ევროპაში. აქაც სიმართლე გითხრათ, ცოტა განსხვავებული მონაცემები არსებობს. 300 მილიარდიაო ბელგიაში ეს ცნობა ვიცოდით აქამდე. მაკრონი ცოტა ამცირებს ამ თანხას 230 ასახელებს. და ეს არ არის სესხის უზრუნველყოფა.
ყველას ეს ხსიცით რომ უზრუნველყოფა სჭირდება. მაკრონის თქმით ეს არ არის ევროპის საკუთრება რუსული აქტივები, რომლებიც გაყინულია. ის გაყინულია ამბობს მაკრონი, თუმცა აი აქ ამატებს საკვანძო სიტყვებს. მოლაპარაკებების შედეგად თუ რუსეთი მზად იქნება გადმოსაცემად, ეს იქნება შესანიშნავი. ეს საბოლოოდ სესხად ჩაითვლება და რუსეთი გადაიხდის. ამის პასუხად კი ტრამპი ამბობს, თუ გჯერა ამის, ეს კარგია, if you believe, it's okay for me. ხო? თუ ამის გჯერათ, ტრამპსაც და მაკრონს ხა ესე ვიტყვი. ტრამპსაც და მაკრონსაც არ სჯერათ, რომ რუსეთი თავისი ნებით გადაიხდის იმ 230 თუ 300 მილიარდ დოლარს გაყინულს ბელგიის ბანკებში. მაგრამ აქ ტრამპისთვის მაკრონს სწორედ ამგვარად უნდა ეპასუხა იმისთვის რომ დაემტკიცებიდან მიენიშნებიდა რომ ამ თემებზე არ ვლაპარაკობთ. აი ეს თავხედი ბჭყალებში მაკრონი თავხედდა იმიტომ და იმგვარად რომ ტრამპს არ კიდევ ერთხელ არ გაქცეოდა სიტყვა ნახეთ აქაც აი მარცხენა ხელი ტრამპს მარჯვენა ხელზე დაადო. რასაკვირველია რუსეთი არაფრის გადმომცემი თავისი ნებით არ არის, თუმცა უკვე როგორც ჩანს მიდის საქმე იმისაკენ, რომ ამ 300 მილიარდს არა მხოლოდ გაყინავენ, არამედ ჩამოართმევენ. არა პროცენტებს ამ 300 მილიარდისა, არამედ ძირთანხას და ვინც ის იქნება ეს თანხა მიმართონ იმისთვის რომ უკრაინის ეგრეთ წოდებული ვალი გაიცნურონ, ან იქნება იმისთვისაც რომ უკრაინას დაეხმარონ ამ 300 მილიარდით, ან იქნება იმისთვის რომ შეერთებულ შტატებში იყიდონ იარაღი. აი ეს კი საკვანძო ამბავი, ამაზე ბევრს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რომ უკრაინას თუ დაჭირდება იარაღი და ევროპა ვერ აფსებს მარაგებს, ბუნებრივია რომ თანხა საიდანღაც მოსატანი ხება, მათ შორის რუსული აქტივებიდან და შეერთებულ შტატებში შესაძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს ეს მნიშვნელოვანი და სერიოზული იარაღი. ახლა კიდევ ერთხელ ზელენსკის ვაშინგტონში ჩაცვლის ამბავი. მინერალური რესურსებზე შეთანხმება მიღწეულია. ზელენსკი ვაშინგტონში ხდება პარასკევს და ხელს მოაწეს ტრამპთან ერთად. დოკუმენტის მიხედვით შეიქმნება ფონდი, რომელშიც უკრაინას სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მინერალური რესურსებიდან მიღებული მოგების 50%-ს ჩარიცხავს. ფონდი მიღებული დაფინანსებით დააფინანსებს პროექტებს უკრაინაში. შეთანხმება არ შეეხება იმ მინერალურ რესურსებს, რომელსაც უკრაინის მთავრობა უკვე მოიხმარს. ამაზე კიდევ ბევრი თქმა შეიძლება, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ერთმანეთთან უბრად მყოფი ტრამპი ზელენსკის შეხვედრა, იმ ზელენსკის შეხვედრა ტრამპთან, რომელსაც ამ უკანასკნელმა უწოდა დიქტატორი ერთი კვირის წინ არც კი გარდაულად შედგება. ანუ აღდგება ეს კავშირები. მე არ გამომიცხავს სხვათა შორის, რომ უახლოეს ხანებში სწორედ მაკრონის, მერცის, სრამერის და სხვათა მონაწილეობით შედგეს შეხვედრა, სხვათა თანდასწრებით შედგეს შეხვედრა ზელენსკისა, შემდგომი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. ეხლა რა არის მნიშვნელოვანი? ამ შეთანხმებაში ეს არ უნდა გამორჩენოდა, ამ შეთანხმებაში არ არის საუბარი გაგიკვირდებათ და უკრაინის უსაფრთხოებაზე. მაგრამ ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებთან უკრაინის ეკონომიკური კავშირების საშუალებით უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების დე-ფაქტო გარანტიები. ხო, ეს ძალიან საინტერესოა, ძალიან საინტერესო ჩანაწერია, საინტერესო მოსაზრებაა. არადოკუმენტირებული გარანტიები, როგორ უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, არ ვიცი, მარტივად რომ ვილაპარაკოთ, თუ ამერიკული კომპანია მუშაობს უკრაინაში, შესაბამისად ამერიკელები ამბობენ, რომ რუსეთი ვეღარ გაბედავს საომავლოდ ამ უკრაინის ტერიტორიაზე იერიშის მოტანას, მაგრამ რუსეთს ხო ვერ გაუგებ. ამიტომ მე ბოლომდე კარგად არც მესმის და არც ვეთანხმები არადოკუმენტირებულ შეთანხმებას, მაგრამ საბოლოო ჯამში და ჩემი გასარჩევია ეს და ეხლა ერთი ამბავი რა ვერ გაიგო ზელენსკიმ, ჯეი დი ვენსის სრული ბოდვა სიგიჟეები ვერ აიგო.
შეხვედრაზე ვცადე ზელენსკისთან შეხვედრაზე ვცადე რომ ვცდილობიერად, მაგრამ კაფიოდ აღბენიშნა რომ ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, თუმცა მან ეს აშკარად ვერ გაიგო ვიცე-პრეზიდენტი JD Vance სავარაუდოდ მიუნხენში რომ შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ სავარაუდოდ კი ამაზე იქნება საუბარი ბუნებრივი. და მე გეკითხებით რა უნდა გაეგო ის რომ ბუჩა მოხდა, ის რომ ირპენი მოხდა, მარიუპოლი მოხდა, ხერსონი მოხდა, ის ამბები უნდა გაეგო და ომის ასე სწრაფად დასრულება უნდა მოენდომებინა თავად პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც გბირია. JD Vance-ისთვის ეს გაუგებარია, მაგრამ JD Vance ერთი რიგითი ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო ზელენსკი უკვე ისტორიაში დარჩენილი გმირი და არა მხოლოდ უკრაინის ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც კი და სხვა შორის ამას აღიარებენ მისი შესაძლო ოპონენტები. ასე მაგალითად გენერალი ზალუჟნი, რომელიც მაღალი ალბათობით როცა შედგება საპრეზიდენტო არჩევნები, იქნება ერთ-ერთი კანდიდატი ზელენსკის ოპონენტი, მეთქი ეს ყველაფერი თუ მიიღებს საერთოდ მონაწილეობას იმ სამომავლო არჩევნებში. მაგრამ ზელენსკი რომ გმირია, ეს ზალუჟნი მათ შესანიშნავად იცის და მან ზალუჟნი თქვა რომ რატოს არჩევნებია ხალხო, ომი მიმდინარეობს ჩემს ქვეყანაში, იგივე თქვა პოროშენკო და მასაც უნდა დაუფასოთ ეს ყველაფერი გასაკვირველია. და ახლა ბოლო აკორდები 26 წუთი კი გავიდა ამასობაში, რა მოიგო ამასობაში, რუსეთმა რას მიაღწია ამ 3 წლის, სუსტად 3 წლის განმავლობაში, ვერც ვერაფერს, ასე გეტყვით. პირველი, მან მიიღო 1300 კილომეტრიანი საერთო საზღვარი ნატოსთან. ფინეთი გახდა ნატოს წევრი. კატასტროფა ამისთვის. ამ გლობალურად ამ ომის ფარგლებში მან პრაქტიკულად დატოვა ახლო აღმოსავლეთი, რომელშიც 10-ზე მეტი წელია არის და მას საყრდენი ყავდა ბაშარ ალ-ასადის სახით სირიაში. დღეს შეუდარებლად მოსუსტებული არის რუსეთი ახლო აღმოსავლეთში, თუ საერთოდ არ არის მეთქი ასე შემიძლია გითხრათ. უკრაინა ვერ დაიპყრო რუსეთმა, ფაქტია. იქ მოახდინა ცალკეული სოფლების დანგრევა, ოკუპაცია და so what. ნატოს გაფართოება ვერ შეჩერდა, იცით თქვენ ფინეთის ამბავი ვახსენეთ, შვედეთის სასაკვირველია უნდა ვახსენო. ვერ მოხდა უკრაინის დენაციფიკაცია უკრაინელს დღეს სოფლიოს მასშტაბით. თუ რომელიმე ხალხია, ხო? სოფლიოს მასშტაბით ხას უსვამს, საბჭოთა კავშირის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მასშტაბით, ქართველებზე, ჩეჩნებზე, ესტონელებზე, ბალტიის სახელმწიფოების ქვეყნების საზოგადოებებზე მეტად ეზიზღებათ რუსეთი. ამიტომ დენაციფიკაცია არა თუ ვერ მოხდა, არამედ პირიქით ნაციფიკაცია მოხდა. უკრაინისა, დეუკრაინიზაცია ხო ვერ მოხდა და ვერ მოხდა. ვერ მოხდა უკრაინის დემილიტარიზაცია. რატომ? იმიტომ რომ დღეს უკრაინა არის გაძეძგილი, იარაღით არ ყოფნის, მაგრამ გაძეძგილია და უკრაინას ხავს შეიარაღებული ძალები, რომლის მსგავსიც არ ახავს არავის ძველ ტრადიციულ დასავლეთ ევროპაშიც კი, გერმანიას, ბრიტანეთსაც არ ხავს, ან არამედ კი ასე გავბედავდა. ვიტყვი, ყოველ შემთხვევაში ის რომ საბრძოლო გამოცდილებას უკრაინელები იღებენ უშუალოდ და ფრონტის ხაზზე და 3 წელიწადია და მუდმივად, ეს ადასტურებს იმას, რომ ისინი გაცილებით მომზადებულნი არიან დღეს კონვენციული ომებისათვის, ვიდრე რომელიმე ვით უფრო სუსტი სახელმწიფო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, უნგრეთი მაგალითად. მინერალურ რესურსებზე სასაკვირველია ვიტყვი ორ სიტყვას. უკრაინა მიიღებს, მე კი არ მესმის ბევრი რამ, მაგრამ მაინც მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს მათ შორის, იმიტომ რომ ეკონომიკაზე და მინერალურ რესურსებზე წდომას აძლევს შეერთებულ შტატებს. ვაკრიტიკო ტრამპი, საკრიტიკო, მაგრამ თუ ამგვარი კომბინაციის შედეგად შედის შეერთებული შტატები და აძლევს თუნდაც გადარჩენილ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიას, ეს რუსეთისთვის ომზის ნაცარში მორიგი ჩაგდება. რუსეთი დასუსტებულია, რასაკვირველია ვერ მიიღო კი არა ვერა, რა ხდება უკვე შავ ზღვაში მაგალითად. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აღარ არსებობს პრაქტიკულად. და ასე შემდეგ. და რუსეთს ყავს უზარმაზარი მსხვერპლი. ახლა მე გეკითხებით და დავსვათ კითხვა ამგვარი. როდესაც ეს მდგომარეობა უკრაინა უნდა წავიდეს თუ არა
ყალბ მშვიდობაზე. ამერიკული გამოცემა ერთ-ერთი იუწყება Wall Street Journal-ი იუწყება შემდეგ რამეს რომ უკრაინას აქვს 2028 წლამდე 2029 წლამდე დამოუკიდებლად ომის წარმოების შესაძლებლობა დამოუკიდებლად ომის წარმოების შესაძლებლობაში იგულისხმება გასაკვირველი ევროპელთა გარკვეულ წილად შეხიდების გათვალისწინებით. რატომაც არა. მე მესმის რომ უზარმაზარ ტრაგედიებთან იქნება ეს დაკავშირებული, მაგრამ რატომაც არა. ყოველ შემთხვევაში ყალბდა და საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების ხარჯზე მიღწეულ მშვიდობას გასაკვირველია სჯობს ბრძოლა მით უმეტეს რომ შენ ამ ბრძოლაში სულაც არ მარცხდები რუსეთი ბევრად მეტად მარცხდება ვერ გაიგებს ამას კობახიძე და ღარიბაშვილი და ივანიშვილი მაგრამ თქვენ კი ეს იცით უახლოეს რამდენიმე საათში სხვა ვიდეო ბლოგით დაგიბრუნდებით